ადგილზე დაიღუპა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი დაჭრილები გუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ბოლო დღეები ძებნილები ცხარი ჭამიაში იმალებოდნენ. მათი დაკავება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სამივე ეჭვმიტანილი მიკროავტობუსი თბილისისკენ დაიძრა. გამოძიების ინფორმაციით ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გეგმავდნენ გადასვლას. სპეცოპერაცია მაშინ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ ძებნილები თბილისის დატოვებას აპირებდნენ. ხმაურიანი საქმის დეტალებზე ნათია ტრაპაიძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. ნათია, აყავდა თუ არა ეჭვმიტანილებს თანამზრახველები თუ მარტო გადაადგილდებოდნენ ცხარი ჭამიდან? ამ დროისთვის ჯერჯერობით თანამზრახველებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. სავარაუდოდ თიანეთის გზატკეცილზე ოთანაძე, კრიალაშვილი და მელიქიძე მოძრაობდნენ მარტო. დაკავების შემდეგ უკვე ამოღებულია ყველა ის მობილური ტელეფონი, რითიც ეჭვმიტანილები მთელი ამ 16 დღის განმავლობაში სარგებლობდნენ. სოლის ხმა გავიგეთ, მაგრამ სხვაგარეთ ვერ გამოვდიოდით. სპეცოპერაცია თიანეთის გზატკეცილზე საღამოს 10 საათისთვის დაიწყო. თვითმხილველების ინფორმაციით ინტენსიური სროლა თბილისის გარეუბანში 15 წუთს გაგრძელდა. გარეთ გამოიხედე, მაგრამ გითხრეს რომ შიგნით შედით სახშია. რა ხდებოდა რა? ნუ ეხლა ხდებოდა მოწმენდება სახში. არა, მანქანაში. მანქანაში? კი, მანქანა იყო გაჩერებული. და რა ხდებოდა, რა თქვას? დააკავეს რა ვიცი. მუხროვანის ძებნილებიო. საიდანაც მოდიოდნენ და რა ვიცი, მანკოდიდანო და რა. ანუ დაედევნა პოლიცია. ხო, დაედევნა, დევნა იყო და აყვანის პროცესი. გამოვედი და ერთი მოკლულია, ორი დაჭრილია. გონი კრიალაშვილი. მუხროვანის ამბოხის მონაწილე გია კრიალაშვილი ორმხრივი სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი დაჭრილები აიყვანეს. სამსამხედრო შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 მაისიდან მუხროვანის ამბოხის შემდეგ ეძებდა. 16 დღიანი ძებნის შედეგად ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელი სოდის და კონდაზვერის თანამშრომლებმა დაადგინეს. სამართალდამცველების ცნობით სამხედროები ჯერ თბილისის სხვადასხვა უბანში იმალებოდნენ. ბოლო რამდენიმე დღე კი ოთანაძე, ამირიძე და კრიალაშვილი ცხვარჭამის აგარაკების მიმდებარე ტერიტორიას აფარებდნენ თავს. სპეცოპერაციის დეტალები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გამოაქვეყნა. არსებობდა ინფორმაცია, რომ ძებნილი სამხედროები მიკროავტობუსით ქვეყნის დატოვებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა ოთანაძის, ამირიძის და კრიალაშვილის გაქცევის გეგმის გაშიფრვა შეძლეს. პოლიციის ინფორმაციით ისინი ცხარი ჭამიდან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ სოფელ წინაგარას გავლით რუსების ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდნენ. სამართალდამცველები მათ სწორედ თბილისის დატოვების მცდელობის დროს დაედევდნენ. სპეცოპერაციაც ამ დროს დაიწყო. დაკავებულებს სხვადასხვა ნივთებთან ერთად იარაღი, $7,700 $4 მობილური ტელეფონი და რამდენიმე ათეული სიმბარათი აღმოაჩნდათ. ძებნილებმა პოლიციას გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა. ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, რომლებიც დაკავებულები და მოთავსებულები არიან საავადმყოფოში. სპეცოპერაციისას დაღუპული გია კრიალაშვილი გვიანღამითვე თბილისის პროზექტურაში გადაასვენეს. სახლში გადასვენებამდე იქვე იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ყოფილი თანამებრძოლები. დაჭრილი კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე ამ დრომდე გუდუშაურის კლინიკაში რჩებიან. ისინი საავადმყოფოში დღეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმაც მოინახულეს. მოგვიანებით კი ომბუდსმენის ოფისში ოთანაძის ის ოჯახის წევრები მივიდნენ, რომლებიც მათივე თქმით გუშინ ღამემდე დაკავებულები იყვნენ. ჩემზე მიდიოდა ზეწოლა, იყო მუქარა, იყო გინება. შენ რა არიცი ორისთვის ახალმოყვანილი, არ ვიცი მეთქი საიდან მეწოდინება. ერთადერთი ის ვიცი მეთქი რომ მე ვარ კობა ოთანაძის ძმა. ხო და კობა ოთანაძის ძმა რო ხარო, მეტო ხარ აქაო. დაჭრილების ჯანმრთელობას ექიმების თქმით საფრთხე აღარ ემუქრება. ორივე მათგანს გადაუდებელი ოპერაცია გვიანღამით ჩაუტარდათ. დაკავებულებს საავადმყოფოში პოლიცია იცავს. მათი მდგომარეობა ახლა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას, რა თქმა უნდა იმყოფებიან რეანიმაციაში, მდგომარეობა სტაბილურია და ჩვენ ამ მდგომარეობით ვიმედოვნებთ, რომ მათ ჯანმრთელობას არაფერი აღარ ემუქრება. ოთანაძე და ამირიძე სამართალდამცველებს ჯერ არ დაუკითხავთ. ძებნილი სამხედროები მუხროვანის ამბოხზე ჩვენებებს სავარაუდოდ გამოჯანმრთელების შემდეგ მისცემენ. დაკავებული სამხედროების საქმეზე გამოძიება გრძელდება, სწორედ ოთანაძის და ამირიძის გამოჯანმრთელების შემდეგ გახდება მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით გაცილებით მეტი დეტალი ცნობილი. მაურიანის სპეცოპერაციის დეტალებზე ნათია ტრაპაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობთ ნათია. მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორების გვარები პირველად იმ ფარულ ჩანაწერებში გაისმა, სადაც მაიორი ღვალაძე სამხედრო გადატრიალების დეტალებს ყვებოდა. შემდეგ უკვე თავად ამბოხებული სატანკო ბატალიონის ხელმძღვანელის ჩვენებებიდან ცნობილი გახდა, ვინ ხელმძღვანელობდა თბილისისკენ მძიმე ტექნიკის დაძვრას. მაშინ ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა გაქცევა მოახერხეს, პოლიციამ სამივე ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადა.
5 მაისის სამხედრო ამბოხის მცდელობის შემდეგ ორგანიზატორების გვარები გამოძიება მალევე დაასახელა. გია კრიალაშვილის, კობა ოთანაძის და ლევან ამირიძის ადგილსამყოფელის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფულადი ჯილდოც დააწესა. კობა ოთანაძის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ყველაზე მაღალი თანხა 200,000 ლარი დასახელდა. მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორების გვარებს ყოფილი მაიორი გია ღვალაძე ფარულ ჩანაწერებში ახსენებს. ბრძანებას ვიგავთ აი მაგაში დავკონკრეტდეთ რაც ნას ყობა ოთანაძე პოლკოვნიკი ოთანაძე ბრიგადის ყობა მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორების გვარები ყოფილმა მაიორმა გია ღვალაძემ ფარულ ჩანაწერებში დაასახელა. ღვალაძე მაშინ ამბოხის გეგმაზეც დეტალურად საუბრობდა. სამხედრო ნაწილებში დაწყებული არეულობა ორგანიზატორებს ქვეყნის საგარეო კურსის შესაცვლელად და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი პირების მოსაყვანად უნდა გამოეყენებინათ. ამბოხის გეგმას სათავეში ამ საქმეში კარგად გამოცდილი ოთანაძე და კრიალაშვილი ჩაუდგნენ. ბატალიონში მოვიდა კობა ოთანაძე. რამდენიმე პირთან ერთად. რამდენიმე წლის უკან, როდესაც მე მსახურობდი გორის სასწავლო ცენტრში, მე ვიყავი მისი მოადგილე 1 წლის განმავლობაში, მე ამ პიროვნებას ვიცნობდი. მუხროვანის ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა საკუთარ ჩვენებაში კობა ოთანაძის და მისი თანამოაზრეების გეგმაზეც ისაუბრა. არეულობა სამხედრო ნაწილებში რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ხდებოდა, ეს ყოფილ სამხედროს როგორც ჩანს მეგობრებთან საუბარშიც არ დაუმალავს. მამუკა გორგიშვილმა აჯანყების დამფინანსებლების გვარებიც დაასახელა. ამ გეგმის განხორციელებას და მის შემდგომ პერიოდს ფინანსურად უზრუნველყოფდა ბიზნესმენები, რომლებიც იყვნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, ერთის გარდა ეს იყო ებრალიძე. გორგიშვილის ჩვენება სავარაუდოდ არ მოусმენია თავად ალექსანდრე ებრალიძეს, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური მიზნები ღიად რამდენიმე დღის წინ სოჩში გამართულ ქართველთა კონგრესზე გამოხატა. სანქტ-პეტერბურგში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა არ დამალა, რომ ის საქართველოს პირველი პირის ადგილის დასაკავებლად ემზადება. ყოველგვარი მორიდების გარეშე მინდა განვაცხადო, რომ მეც აღარ მოვიცდი, სწორედ ამიტომ მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას მომავალ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. საქართველოდან წასული ყოფილი მაღალჩინოსნების და ბიზნესმენების დაბრუნება მუხროვანის გეგმის ერთ-ერთი ბოლო ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც აჯანყებულები სახელმწიფოს შენობებს აიღებდნენ, ააფეთქებდნენ რკინიგზას, ქალაქიდან გასასვლელებს და აეროპორტს გადაკეტავდნენ. გეგმას სისრულეში 2009 წლის 6 მაისს უნდა მოეყვანათ და ის სწორედ მუხროვანიდან უნდა დაწყებულიყო, სადაც გამოცდილება ყოფილ ოფიცრებს რამდენიმე წლის წინ უკვე მიღებული ჰქონდათ. ეს უკვე 2001 წლის 25 მაისია, ისევ ამბოხი და ისევ მუხროვანი. დაუმორჩილებლობის გეგმას 8 წლის წინაც კობა ოთანაძე მეთაურობდა. ყოფილი ოფიცერი მაშინ სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდა. ჯარში მსახურობენ მათო უპატრონოები და დებილი ბავშვები, სულიან სიტყვის მნიშვნელობი. აი ნებისმიერი ჯარისკაცი აქ ძირითადად კი ჯანმრთელი ყავს სამოყვანილ, მაგრამ ძირითადად ეს სასწავლი მოდის. ესე იგი, 2 წელია მე რაც თავდაცვის სამინისტროში მსახურობ. არც ერთი პროსტინა არ აქვს მოცემული. ესე იგი ჩვენ პოლკში მთლიანად ესე ყველაფერს აქვს ვადაგასული. კობა ოთანაძის გვარი კიდევ ერთხელ უცხოელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა, როცა მისი მოადგილე შოთა ჭიჭიაშვილი გატაცების ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელდა. რამდენიმე წელიწადში ქართული შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი კობა ოთანაძე ახალ ამბოხში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კვლავ თავის ძველ მეგობართან გია კრიალაშვილთან ერთად აწყობდა. დღეს 1 საათით